მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ ბეკაშანია. 21 წლის მე მაქვს. თუ შენის კონტროლი დისტროფია. ძალიან გხოთ. კონტაი ხონოთ პატარა. თუ შენის პაციენტებს კრომი კონტროლოთ მედიკამენტები. მე უკვე მედიკამენტები. დიდი ვარ. ჩემთვის უკვე არ შეიძლება მედიკამენტების. მიხება იმიტომ რომ ვარ 21 წლის. ყველა კუნთი მოტონებული მაქვს. თითქმის ხოლმე დაჟდომის გარდა. ხოლმე დაჟდომა შემიძლია. მეტი არაფერი დღეს ვერ ვახერხებ რომ გარეთ გამოვიდე და გვერდში დაუდგე თუ შენის პაციენტებს და მშობლებს რომ გვერდში ამოუდგენ მეტი არაფერი მოგიწოდებთ რომ დროულად ჩამოვდავთ მედიკამენტები პატარა თუ შენის რომ არ გამოიარონ ჩემნაირი ცხოვრება და კონდეთ ნათელი მომავალი ჩვენ მეც არაფერს არ ვიტყოდ ყოველთ გჭირდება მედიკამენტი იმისთვის რომ გავაგრძელოთ სიცოცხლე და არ გამოიარონ ჩემი მდგომარეობა გამდგომარეობაშიც მე დღეს მე სახში ვიმყოფები გარჩემიზია რომ გარეთ გამოვიდე იმიტომ რომ ვარ მექანიკურ ვენტილაციას გამწუხაროდ ვერ ვახერხებ გამოსვლას იმიტომ რომ ჩემ კორპუსს არ აქვს ბანდუსი რამდენიმე წელია უკვე ვითხოვთ ბანდუს და შედეგოთ თავრობას არ აინტერესებს ეს თუ როგორ გავარჩი შემობირი გარეთ ამიტომ სახში ვარ უკვე 5 წელია აქამდე გავდიოდი გარეთ კაპარატი რო არ მქონდა მაგრამ ახლა შეუძლებელია გარეთ იმიტომ რომ ბანდუსი არ მაქვს და მექანიკურ ვენტილაციას გამწუხაროდ გვერდში გვერ მდგევარ თუ შენის პაციენტებს მინდა რომ დროულად ჩამოვდავთ მედიკამენტი ჩვენთვის ყოველივე წუთი ამე მნიშვნელოვანია იმისთვის რომ ცხოვრები დავტკბეთ ძალიან ცოტა დრო გვაქვს არავინ არ ვიცით ჩვენი პროგრესი როდის გართულდება და დასრულდება ფატალურად ეს სამალი რამდენიმე წლით ანეროს პროგრესი სადღაც 4-5 წელი მაგრამ ეს მშობლისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს რომ მისი შვილი გვიან კეთილზე ჩაჯდება ეთში განდაკარგავს საკუთარი ხელით ჭამის უნარს და სუნთქვის კუნთი კომ გაუხანსილოს დიდხანს კომ ჩემი მდგომარეობა არ გამოიარა მე 4 წელია სახში ვარ 4 წლის უკან გადამიყვანეს სამართლოს შეაშვის კლინიკაში კონხრები ბრამანით
იმიტომ რომ თუ შენის კონტროლმა დისტროფია მამით უნდა სასუნთქი გზების კუნთები და შესაბამისად ვერ სუნთქა უკვე 5 წელი გავიდა კაცამ მდგომარეობაში დედაჩემი მეულის 24 საათი სახლში არის გარეთ ვერ გადის იმიტომ რომ გარეთ გავიდეს მერე ვინ მომივლის ამიტომ დედაჩემი ჩემს გვერდითაც ჩემს გვერდით რომ არ იყოს მე ამდე რაღაცას ვერ შევძლებდი მადლობა უფალს რომ აქამდე მოვედი დღეს და ვარ ჩემ ოჯახთან ერთად ცოცხალი მადლობა ღმერთს უმორჩილესად თხოვთროულად ჩამოვტანით მედიკამენტები ჩვენ არ ვითხოვთ რომ ვინმე გადადგეს თავრობიდან ჩვენ ვითხოვთ უბრალოდ რომ მედიკამენტი ჩამოიტან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტი რომ კონდეთ კარგი მომავალი და დიდი ხნის სიცოცხლე ამიტომ თროულად ჩამოიტანეთ კარგ გვაქვს ამდენი კლოტინის დრო იმიტომ რომ ყოველ დღე გიცვლება ჩვენი პროგრესი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეს მედიკამენტი იმისთვის რომ დიდი ხანი გეღოთ ჩვენ ოჯახთან ერთად ნახვამდის მეგობრებობა ღმერთი თქვენსკენ არავის არ უსწრებ რომ გამოიაროთ ჩემი მდგომარეობა ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს ნახვამდის